მოდი დავარქვათ სტრესი თავის სახელი, სტრესი არის უბრალოდ თქვენ რასაც ეძახით სტრესს და რაც მეც ვეძახთ სტრესი ეს არის უბრალოდ უსიამოვნო რაღაც შეგრძნებები, მაგ უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან არიდება კონტრპროდუქტიული, ასე ვთქვათ, შედეგი აქვს, ამიტომ არ გირჩევთ. გაუშვათ ნამდვილი სტრესი. ამ სტრესის გაშვება ხან გაბრაზებით, ხან ცუთხასიათზე ყოფნით, ხან გაღიზიანებით, ასე შემდეგ ბევრი რაღაცებით ხდება. ეს გაღიზიანება არ არის ცუდი, ეს მხოლოდ რეაქცია, ეს გაბრაზება არ არის ცუდი, ეს მხოლოდ ემოცია არის. ადამიანები თუ ყავთ, რომელთანაც თუ არა და ფსიქოლოგების თანაც იგრძნოთ თავს უსაფრთხოდ რომ ილაპარაკოთ რაღაც თემებზე და გაუშვათ ეს დაგროვილი, ძალიან დიდი ძალა აქვს. ამას თქმას ვერბალიზაცია ქვია ამას ფსიქოლოგიურად და მაგას გისურვებთ რომ გამოხატოთ, შეიგრძნოთ და ნუ დავარქმევთ რაღაც სახელებს, ეს დილობა, უზდელობა, თავაზე რაღაც ასე შემდეგ, ნუ შევფუთავთ რაღაც იმებში, იმიტომ რომ ეგ ნამდვილობა მე რეიწოს ნამდვილ მეგობრობას, ნამდვილ კავშირებს, ნამდვილ განცდებს და ცხოვრებას, რომელიც ნამდვილია. იმიტომ რომ მე მგონი ყველა დავიღარეთ იმ სიყალბით, რაც ხდება ყველგან. ჩვენ თავის სიყალბითაც, გარშემო რაც არის და ასე შემდეგ. ყველას რაღაცას თავს აჩვენებ. საქმე რაში არის? ჩვენ არასწორად რო აღვიქვავ და არასწორ სიტყვას ვეძახით სტრესს, მაგის გამო ზუსტად მივდივართ იქამდე, რომ ვირიდებთ ემოციებს, ანუ განსაცდელს არ განვიცდით და განსაცდელს არ განცდით რეალურად, ამას ვიგროვებთ ჩვენთან ორგანიზმში. საკუთარ თავში ვეძებოთ ის, რაც განსაცდელია.